ბატონებო და ბატონებო, მანჩო გიორგომიანი, ნინა წკრიალაშვილი, შოუში შალვა რამიშვილის შოუ. შეწყვიტეთ ტაში, გააგზავნეთ. შეწყვიტეთ, არ არის საჭირო. გააგზავნეთ. არ არის ამდენი საჭირო, არ არის, გააგზავნეთ. გააგზავნეთ. მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით დამსწრე პუბლიკაო. შალვა რამიშვილის შოუ დაიწყო. ადამიანის ცხოვრებაში არის ხოლმე მომენტები, როდესაც გიხდება თქვა სიმართლე. მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. ჩემს ცხოვრებაში ორჯერ იყო ესეთი მომენტი. ერთხელ 2005 წლის 27 აგვისტოს საქალაქო სასამართლოში, ამაზე არ გვინდა. და მეორეჯერ ახლა. მე უნდა ვთქვა სიმართლე და არ უნდა შევხედო იმას, რომ ამან შეიძლება მე დამაზარალოს. რატომ წამოვედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალ ჩინოსნის პოსტიდან? იქნებ გონიათ, რომ ეს თანამდებობა ხელს მიშლიდა გარკვეულ შეზღუდვებს მიწესებდა და ვერ ვიტყოდი, რომ სოსო ჯაჭვიანი არის ბნელი, უიცი და რეტროგრადი? არა, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ესეთი მე შეზღუდვები არ მქონდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მე ასე არ ვფიქრობ. არა, ასე ნამდვილად არ ვფიქრობ. სოსო. მე წამოვედი იმიტომ, რომ ვარ ნარკომანი. ტელევიზიის ნარკომანი. ჩემი кайფი ბოდიში რუსულისთვის და პრიხოდი თქვენი მართვა ტელევიზიის მეშვეობით. დიახ, ტელევიზია გმართავთ, ძვირფასო ტელემაყურებლებო. მხოლოდ ტელევიზიას, მხოლოდ ჩვენ მე ტელევიზიებს შეგვძლებს ძალა, რომ დაგარწმუნოთ, რომ გენ მოდიფიცირებული ბურგერი სჯობია იმერელი ბებოს მიერ გამომცხვარ ხაჭაპურს. მხოლოდ ტელევიზიას შეუძლია შეგეყვაროთ ერთი პარტია ან მეორე. მაგალითად, გითხრათ, ნაცები ჯობია კოცებს თუ კოცები ნაცებს. თუ ორივეს ერთად ჯონდი ბაღათურია, თუ რა თქმა უნდა ჯონდის აქვს საკმარისი თანხები, რომ ომში გადაიხადოს. მხოლოდ ტელევიზიას შეუძლია ჩაანაცვლოს სექსი რეალურ ქალთან. გადაცემა პროფილში ვიღაც შტერი გოგოს მიერ აფრიალებული ძუძუებით და დაგავიწყოთ ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომ რეალური ნამდვილი სექსი ერთი წელია არ ქონიათ. და რატომ არ ქონიათ, იცით? რატომ არ ქონიათ? იმიტომ რომ ხართ ბანძი. აი თქვენ, ახალგაზრდა. თქვენ, დიახ. თქვენ ხართ ბანძი. აი ბოლოს როდის გქონდათ სექსი? რეალურ ქალთან, საკუთარ თავთან არა. აი ხომ ხედავთ? დიახ, ვიფასო ტელემაყურებლებო. თქვენ იცით ანდაზა, რომ ერთი რამისგან სალამური არ კეთდება. ტელევიზიაში მუშაობის შედეგად მე დავწუნდი, რომ ის ერთი რაღაცისგან კეთდება მხოლოდ სალამური, ტელესალამური. სხვათა შორის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროცესის შეუქცევადი არ არის. აი თქვენ უყურებთ ყოველ დღე სპორტში, ხელოვნებაში, პოლიტიკაში მოღვაწე სალამურს და უეცრად ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სატელევიზიო მანიპულაციებით უკუ პროცესის შედეგად გავხადოთ იმად, რაც იყო. და მე თქვენ გიკვირთ, ვიფასო ტელემაყურებლებო, თქვენ გიკვირთ, რომ კაცო ეს ესო სალამური როგორ გვეგონაო, როგორ შეგვეშალაო. არადა ეს ჩვენი პროფესია. ჩვენ
ვაკეთებთ ჩანაცვლებებს მუდმივად. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია ძვირფასო ტელემაყურებლებო, თქვენი ტვინი ჩავანაცვლოთ ახალი ამბების გამოშვებებით. ხოლო განცდები, რომელიღაც ყვითელ გადაცემაში აკრიახებული 50 წელს გადაცილებული ქალბატონების ვნებებით. ჩვენ ეს შეგვიძლია. დიახ, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ გმართავთ. მაგრამ რა გამოვდივართ ჩვენ? ვინ ვართ? ჩვენ, როგორც ერთი ხალიანი მინისტრი იტყოდა, მე რა ვქნა, მე ტელევიზია. მართალია, ჩვენ შეგვიძლია გაგაკვიროთ, შეგვიძლია გითხრათ, რომ ინაღლოთ სხვის დედაზე, როცა საკუთარ დედასთვის არ დაგირეკავთ 3 თვია. და იცით რატომ? იმიტომ რომ ჩვენ თქვენი დედა ჩავანაცვლეთ სხვისი დედით. და ამით გამხიარია. არა, ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეს არ არის კარგი. თქვენ გონია ჩვენ სხვანაირად არ ძალგვით? თქვენ გონია ჩვენ არ შეგვიძლია რომ მაგალითად არ მოგასმეინოთ ნინა წყიალაშვილის კივილი და დაგატყოთ მარია კალასის ღვთაებრივი ხმით. კი ბატონო, შეგვიძლია არ გაყურებინოთ თურქული სერიალი და ფელინის უკვდავი ფილმები გაყურებინოთ სულ. ან ყვითელი გადაცემები არ განახოთ, მაგრამ მოგასმეინოთ მაგალითად მაისტერ ეგხარტის გამონათებები. მაგრამ გინდათ ეს ძვირფასო ტელემაყურებლებო? განა მიტინგს არ მომიწყობთ მე ტელევიზიაში, რომ სასწრაფოდ დაგვიბრუნეს სილაო? განა არ მეტყვით რომ შეწყვიდეთ ამ ქალის მუტუნიო, ნინა წყიალაშვილი არ მყავს სხედულობაში, მარია კალასი. დიახ, ეს ასია ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ მე ტელევიზიები თქვენ გვყვებავთ. ჩვენ ყველანი ერთად ვართ. ერთად ამ ჯადოში, ამ საშინელ მატრიცაში, რასაც კომერციული ტელევიზია ჰქვია. და იცით ეხლა რა უნდა გავაკეთო? მე ეხლა უნდა დავარღვიო ყველა სატელევიზიო კანონი ძვირფასო ტელემაყურებელს. მოგეწონათ, ხო? მე მინდა დავარღვიო სატელევიზიო კანონი და გითხრათ. არ მიყვარხარ ძვირფასო ტელემაყურებელს. რადგან სწორედ თქვენ გამხადეთ ისეთად, როგორიც ახლა ვარ. თქვენ მაიძულეთ მეფიქრათ ასე რომ თავარი ჩემი პრობლემა არის ხარისხიანი უნიტაზის საწმენდის სითხე, რათა მიკრობებმა არ შემომიტიონ ქვემოდან. და ამიტომ ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე თქვენ სტაჟზე ვხვდები, მე ვგრძნობ ეთერიდან რომ რაღაც გამოგინათდათ. თქვენ სიგრძენით კომერციული ტელევიზიის უბედურება ძვირფასო ტელემაყურებლებო და ჩვენ ახლა გვაქვს შანსი ეს უბედურება დავარღვიოთ. კარგია. იცით რა უნდა ვქნათ? ძვირფასო ტელემაყურებლებო, გამორთეთ ტელევიზორები. ნუ მისმენთ მე დედას მოусმინეთ, დედას. ის უფრო კარგს გეტყვით და ჭია. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ნუ უჯერებთ, ნიუსების წამყვანს. არამედ დაუჯერეთ გაბრიელ გარსია მარკეს ცხონებას. და ჩვენ ყველანი ერთად დავანგრევთ ამ ჯადოს, რომელსაც ქვია კომერციული ტელევიზია. გამორთეთ ძვირფასო ტელემაყურებლებო, გამორთეთ უბრალოდ გამორთეთ. რახან არიშლით ძვირფასო ტელემაყურებლებო, რახან არ გამორთეთ და მე კვლავ ტელეეთერში ვართ, ტელეიმედის ეთერში. რა გაეწყობა? მინდა გითხრათ რომ სულაც არ მინდოდა რომ გამოგერთოთ, პირიქით მინდოდა რომ აი რაღაც სხვანაირად გამეკეთებინა ეს მონოლოგი, ისი არა როგორც ყველას. დარჩით ჩვენთან, უყურეთ შალვარამიშვილის შოუს. თქვენ საპნის გამყიდველებო, მოიტანეთ ბევრი რეკლამა, რათა შემოვიდეს ბევრი ფული და გავაკეთოთ ძალიან ბევრი შოუ. შალვარამიშვილის შოუ იწყება. ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს დავით ფორჩხიძე და მისი სუპერ ბენდი დავთ ბანკი. და
როგორც უკვე გითხარით, ან იქნება არ მithქვამს და ეხლა უნდა გითხრათ, ტელევიზია არის ოცნებების ახდენის ადგილი. მე დღეს უნდა ავიხდინო ჩემი ერთი ოცნება. რომელიც გომარეობს იმაში, რომ ინტელექტუალურად უნდა გავეხუმრო ჩემს ძვირფას დათო ფორჩხიძეს. დათო ფორჩხიძე ძალიან კარგად უკრავს და მღერის, მაგრამ გარდა ამისა მას აქვს უნიკალური დახვეწილი ინტელექტუალური იუმორი. არ იცოდით ხო ძვირფასო ტელემაყურებლებო? არა. აი ხა თქვენ მოგეცემათ საშუალება, რომ ჩვენს აი ამ დახვეწილ იუმორს მიადევნოთ თვალყური და ისიამოვნოთ. შეიძლება ვიღაცამ ეს ხუმრობა არ გაიგოს, მაგრამ არაუშავს გადაუთარგნით. დათო, ჩემო ძვირფასო, რაღაც გამოვიდა? რა? გაგწირე დათო, მე შენ ძალიან მიყვარხარ და კიდევ ერთი ოცნების ახდენაში უნდა დამეხმარო. ერთი ოცნება ასეთია. მე ძვირფასო ტელემაყურებლებო ყოველთვის მინდოდა, რომ როცა ვაკეთებდი, არდა ხშირად ვაკეთებდი, ჯონ ტრავოლტას დამახასიათებელ საცეკვაო მოძრაობას, ფილმიდან Saturday Night Fever, არის ეს ფილმი, სივრცეში გაჟღერებული იყო 1875 წელს გამოშვებული ვინჩესტერის ტყუის რიკოშეტის ხმა. ვერ გაიგეთ, ხო? ვერ გაიგეთ. არაუშავს. ეხლა გაჩვენებთ. ანუ მოკლედ როცა ვაკეთებდი ასე, უნდა გაჟღერებული იყო ეს. კიდევ ერთხელ უყურეთ. არა, თქვენ ეთყობა კარგად ვერ ხვდებით თუ რა დიდი ნიჭია ეს. კარგით, მოდით დაუძახოთ მოხალისეს, თქვენ არა, სანდომიანი გოგონა ბრძანდებით დანფეხმძიმე, არც თქვენ არ მომწონხართ. აი, მოდით ისევ თქვენ, მობრძანდით. ტაშით შევეგებოთ. გააკეთეთ ჯონ ტრავოლტას მოძრაობა. თამამად. უფრო თამამად, იქნებ გამოგივიდეთ. ამ დროს შევხედეთ მე. მიხვდით რა მაგარია ეს? როგორც ეთყობა, მოგვიწევს უფრო თვალნათლივ ახსნა. ამისთვის დამჭირდება გოგონა სტუდიაში. შეეცადეთ, რომ ცეკვით დაიმსახუროთ ამ გოგონას სიმპათია. ეხლა გაჟღერდება Bee Gees-ის Stayin' Alive, დაუკრავს ჯგუფი Deep Purple და თქვენ აი ამ მოძრაობებით და ცეკვით უნდა მოაწონოთ გოგონას თავი. Stayin' Alive! დაუბრუნდეთ თქვენ საქმიანობას. კადრს მიღმა. ახლა გაჩვენებთ როგორ აკეთებენ ამას პროფესიონალები. Stayin' Alive. ჯერჯერობით მეც არაფერი არ გამოვდის. მაგრამ შეხედეთ. რა? მიყვარხარ შალვა. დაურეკავ. კარგი, ძვირფასო ტელემაყურებლებო, როგორც იქნა ჩემ შოუში დადგა გრანდიოზული მომენტი, როდესაც უნდა დავჯდე. მაშასე დაჯდომის მუსიკა. დათო, სულ მინდოდა მეკითხა, გადაცემის დასაწყისშივე მინდოდა მეკითხა, მაგრამ დაველოდე აი ამ მომენტს, რა გაქვს აი აქ მიკრული უამანაზე, იამაჰაზე? სარკე. რა? სარკე. რა გინდა? პავაროტში რო შევდივარ? არა, ეს პავაროტში როგორ შეხვალ, როცა ზიხარ ინსტრუმენტთან. მართლა მაინტერესებს.
მართლა გაინტერესებს. კი, ძალიან მაინტერესებს. ცოტა სივიწროვე გვაქვს რა და დრამერთან უნდა მქონდეს კონტაქტი და ეკიდან ჯანგო. გასაგებია, ხილად იყავით, დისტანცია გაიცავით. ესეთი რამ ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს, სარკით ურთიერთობოდეს ბენდის ხელმძღვანელი, ჯგუფი Led Zeppelin-ის ხელმძღვანელი თავის დრამერს, ბონემს. ჩემი გამოჩენით სატელევიზიო სივრცეში იწყება ახალი ეპოქა. მე მინდა რომ გაიზარდოს ჩემი ტელევიზიის რეიტინგი და მაქვს ძალიან ბევრი იდეა. კონკრეტულად მე მინდა რომ ყველა გადაცემას ჰქონდეს შოუს ელემენტები. ისეთ რაღაცასაც კი, როგორიც არის ერთო მოსაწყენი რამ ამინდის პროგნოზი. მაშასე, როგორ მესახება იმედის ამინდის პროგნოზი მე ყურადღება გაუშვით ფირი. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო. გაგაცნობთ ამინდის პროგნოზს. ახალციხეში თბილა. ზესტაფონში უფრო თბილა. ზუგდიდში ცხელა. ხოლო სვანეთში ცივა. ბათუმში მოსალოდნელია ნოტიო ამინდი. ამიტომ ქოლგები თან იქონიეთ. აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კი კახეთში, იქნება პოკისპირული წვიმი. ამიტომ ყველაფერი დასველდება. აგრეთვე მოსალოდნელია სეტყვა. მაღალმთიან რაიონებში დაუღერავს ქარი 25 სანტიმეტრი 25 მეტრი წამში. და ბოლოს თბილისში დღე +20 გრადუსი, ხოლო ღამე $100 მომავალ შეხვედრამდე. ჩემი აზრით, სწორედ ასეთი ამინდი პროგნოზის შემდეგ არნახულად გაიზრდება ნებისმიერი ტელევიზიის რეიტინგი. ძვირფასო ტელემაყურებლებო, თქვენ არ იცოდით, მაგრამ გეტყვით, რომ მე ყველაფერთან ერთად ვარ ბალანსიროში კი. მე ვაბალანსებ გენდერულ რაღაცეებს. ანუ თუ ჩვენ გავუკეთეთ სიურპრიზი კაცებს, მაშინ ქალებიც არ უნდა დავტოვოთ ყურადღების მიღმა. სულ ცოტა ხანში თქვენს წინაშე წარსდგება საშუალო სტატისტიკური მაკა, რომელიც იმღერებს საშუალო სტატისტიკური თბილისელი გოგონას სიმღერას, სადაც მოყვება საშუალო სტატისტიკურ თბილისურ გოგონურ პრობლემებზე. მაშასადამე მაკა. რატომ ხდება რომ ჩემისთანა კარგი გოგო ყველას მოსწონს და მაინც მარტო რჩება ტუჩი ცხვირი ყური და თვალები ნამდვილი მაქვს გონი კაცთა სისილა მართლა წყდება ხდებოდი კაც მას Range Rover-ი ყავს მამა მის ბიზნესებია მაგრამ პაემას რომ გეკმავს ზარს მიშვებს და მე ვრეკავ და კაფეში შილი კლავს ხდებოდი ზაზას სიმპათიურს და მაღას მეცხრესზე ხელი დავყავდი მაგრამ ცოლობა რომ თხოვა ქალწულობაც მომთხოვა მაგ ქარს როგორ შევნახავდი მარტო ვარ ასლა იქიანი გოგო მარტო ვარ მერე იყო რეზონ წარმოსადეგი ეგზო მამერი გაშინასავლი როცა დავჩით მარტო გავიხადე მარტო სინათლე შავაქრე რამდენი ვეცვალე და მაინც ვერაფერი იქნა ახლა
მოკლეს მდიდარსა და სპორტსმენს მარკესიც წაკითხულია უშინდა თავმა მითხრა ნუ ოცნებობ დიდხანს მაგ შენ კოდიკოს ჯუმბერი ყავს მარტოვა რატომ შეაგინეს დემურთვაუს დედა და რატომ ეშინია შავგოგიას მარგო ლუჩკოსი იხილეთ რეკლამის შემდეგ როგორც იცით, ჩემო კარგებო და ლამაზებო, ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები. თვითმმართველობის არჩევნები იმართება სოფელ ქვემო ღორის ნეხვშიც. არის ესეთი სოფელი. იქ კენჭს იყრის ადამიანი გიგანტი, ბატონი დემურთვაური და ჩვენ ხელს ჩაგვივარდა ბატონი დემურთვაურის და მისი მეგობარი გაბროს დემურთვაურის სარეკლამო რგოლის გადაღების პროცესი, ანუ დაუმონტაჟებელი მასალა. ანუ ჩვენ შეგვიძლია გაჩვენოთ თუ როგორ იღებდა ბატონი დემური და ბატონი გაბრო ბატონი დემურის სარეკლამო ვიდეოს. გამოვიდე. დავიწყო თოი დაღამდა. დაღამდა, ღამე ვერ გადაიღე. როგორ ვერ გადაიღე, კაცო, აი ვახოიას დაბადების დღე მაქვს გადასაღები. დაბაგის, დაბადების დღე მაქვს. რატა ხარ? ხო. 1 2 3 let's go. ამ დალოცვილი კლუბის დამთავრება ვერც კომუნისტებმა შეძლეს, ვერც გამსახურდიამ, ვერც შავარდნაძემ, ვერც სააკაშვილმა და ვერც ახალმა თავრობამ. Stop. რა გინდა ბიჭო? რა არის ეგა? რა გინდა რა არის? სიგუაი რატო გამოტოვე? რა სიგუაი ბიჭო, ვინ იყო სიგუაი შეგიში ხო არა? გია ვინ იყო ბიჭო, რაც მაგის დროსა ბული ვიშოვე სალიარკაზე, ეგ ერთი და მეორე სააკაშვილი ეგრე უნდა გითქვა? სააკაშვილზე დავავიწყდა ხო ბიჭო? ვინ თავისა? 1 2 3 let's go. ამ დალოცვილი კლუბის დამთავრება ვერც კომუნისტებმა შეძლეს, ვერც გამსახურდიამ, ვერც სიგუამ, ვერც შავარდნაძემ, ვერც პირსისხლიანმა სააკაშვილმა და ვერც ამ ახალმა მთავრობამ. გაია. ბიჭო, რატო გაჩენდი? რატო გაჩენდი? ნეხვია ბიჭო ახლა, სულელი ხო არა. მოგიდა შენახლა პოლიტიკაში მოსვლა კიდე და ნექსში გასვლაც არ გიდა, ეგრე სად არის ნო? დიდი ახლა დაიწყე, რაღაც უდგახარო? სოფელი ახალგაზრდობისგან იცლება. მარტო მე შევიძლია შევინარჩუნო და უკან დავაბრუნო ჩვენი ახალი თაობა. ასე რომ დაბრუნდით ახალგაზრდებო, დაბრუნდით. მოიცა არ ვარგა, რა არის ეგა ბიჭო, რა ტრანტიანი ხარ ვინ დარბიხა? რა გინდა ეხლა შარზე? ვინ გამოიქეცი? შარზეა ეს. მოდით ახალგაზრდებო, დაბრუნდით ასა. ბიჭო რა, ცოტა უფრო მონდომების გააკეთე, კაცი არა ხარ? რა გინდა ბიჭო, რა იყოს ესა რაც არის კაცო, დავიღალი აღარ შევიძლია ვინ ახარშე. რასაო, ამ დებილობას კლიპში ვერ ჩავსავ, მე თქო, ჩემ პრესტიჟს ვუთხილდები. სადაა პრესტიჟი? მაცადე მე ვიცი როგორ უნდა გააკეთებ. როგორ უნდა გამაკეთებინო ეს? აი როგორად აი შენი დედა რომ რა ისე. ბიჭო. მოდი აქ. მოდი აქ, სამები ხარ. დაბრუნდი რომ დაუბრუნდი მოდი და. დაბრუნდი რომ დაუბრუნდი, სამები ხარ ბიჭო. მზადავა. მოიცა ერთი წუთი. აღარ შემაგინო იცოდე. არა, კაცს ვასწორებ. მიდი. წავიდა. ხალხო, ამირჩიეთ და გპირდებით რომ ყოველ შაბათს მოვალ და თქვენ ზროხას ნინას მოვაწველინებ. მატირე რა არის ბიჭო, ამოხედე, რა სიგეს მათ, რა. რა სიგებ, ან ეს მატირე რა არის, მატირეზე მომწევს ხალხი ხმასა. რა მეხიარული არის გოგო? ვიცი, არ ვიცი. აბა ახლა სანდო და სანდომიანი ღიმილი მიიღე და დავიწყეთ. 1 2 3 let's go. ვაწმოსილ ადამიანებზე ზრუნვაი ჩვენი პრიორიტეტი იქნება. მაგალითად ბებოტასო. ჩვენ მოვუტან შეშასა, ხნა და თესვა უფასო ექნება და სიკვდილის შემთხვევაში დავმარხავთ ნახევარფასში.
მითხრა სიცოცხლე ქალბატონო. სტოპ, არ ვარგა. მაგინა ბიჭო, რა არ ვარ, რა გინდა? ალი არ მომწონს, კატრს არ უხდება, არც მე მომწონ ხა. მაიცა ერთი წუთი, ვიცი ახლა სადაც მითხავს ეგ ბაზარი რა. ის შენი ბოზი ნარგიზა უნდა შემომტენო კიდე, ხო? შენ ერთი ნარგიზა კი არა, არიქო ქვია მაგას, აკაი და მეორე, კიდო, რატო არის ბოზი ვითომ, და მაიცა რა ბიჭო, არ მინდა ახლა ეგეთი ლაპარაკი, ეუბნები მე. ბოლო ჩემი კლიპია ძმა, უნდა ვინც მე მინდა ის უნდა იყოს შეგნით. რა გერ იქნება ეს ქალბატონი, წიო? დიახ, ჯუფასო ტელემაყურებლებო. დიახ, ეს იყო სამუშაო პროცესი, რომელიც ჩვენს ხელთ აღმოჩნდა. მოდით ახლა ვნახოთ ვიდეო, უკვე დამონტაჟებული ვიდეო, რომელიც დღესაც გადის სოფელ ქვემო ღორის ნეხვის საკაბელო ტელევიზიაში. გთხოვთ ჩართოთ ვიდეო. ამ დალოცვილი კლუბის დამთავრება ვერც კომუნისტებმა შეძლეს, ვერც გამსახურდია, ვერც სიგუა, ვერც შავარდნაძე, ვერც პირცისხლიანმა სააკაშვილმა და ვერც ახალმა მთავრობამ. სოფელი ახალგაზრდობისგან იცვლება. მარტო მე შევიძლია შევინარჩუნო და უკან დავაბრუნო ჩვენი ახალი თაობა. მოდი აქა ბიჭო, მოდი აქა სამებიჭო. დაბრუნდი რომ დაუბრუნდი მოვიდა. დაბრუნდი რომ დაუბრუნდი სამებიჭო. ხალხო, ამიჩიეთ და გპირდებით რომ ყოველ შაბათს მოვალდა თქვენს როხას ნინას მოვაწვენინო. ვაწულოსილ ადამიანებზე ზრუნვაი ჩვენი პრიორიტეტი იქნება. მაგალითად ქალბატონი ნარიკო. მას უფასოდ მოუტან ჩეშას, ხვდადაფესვაც უფასო ექნება და რაც თავარია სიკვდილის შემთხვევაში დავმახავთ ნახევარ-ფასი. აირჩიეთ თემურთვაური და იცხოვრეთ სოფელში, როგორც ქალაქში. გამარჯვების შემთხვევაში გვისურვებ ცხვარს. ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს ბატონ დემურს რომ გაიმარჯვოს არა მარტო აქ, არამედ სხვა ქალაქებში, მათ შორის თბილისშიც ვიფასო ტელემაყურებელს. კარგით. მეორე კულმინაცია ჩვენი შოუსი სულ ცოტა ხანში ჩემი მშვენიერი ბენდის დიურანის და მისი ლიდერის დავით ფორჩხიძის თანხლებით, რა იქნებ ბენდი არ მოგეწონა რა. საიმონ ლებონი იყო დიურანის ლიდერი და შევადარე ფორჩხიძეს. მოკლედ შესანიშნავი მუსიკის თანხლებით ჩვენთან შემოფრინდება ყველაზე ლამაზი გოგონა საქართველოში მარგო ლუჩკო. მარგო! მოდი აქ. მიაქცევთ ყურადღებას ხდება ხოლმე. დაჯექი მარგო, დაჯექი. ჩემო მარგო, მინდა გაგაცნო ჩვენი ბენდის ლიდერი, ჯგუფი იურაია ჰიპის ლიდერი, დავით ფორჩხიძე. მე მაგას ვიცნობ, ხო, რა თქმა უნდა, იცნობ, რა თქმა უნდა. ჩვენთან ეზოში რომ პროფილაქტიკა ეს არის, ხო? იქ არა. შრომელი. კარგი, მოდი გავიცნოთ მარგო ლუჩკო. მარგო, შენ უკრაინელი ხარ, ხო? ხო, მე ვარ უკრაინელი და დედა რუსი. მამა უკრაინელი, დედა რუსი, როგორ ცხოვრობენ ერთად? ესე იგი, დედა ძირითადად კუხნიაში არის და მამა ძირითადად ზალაში არის. და ნელ-ნელა აპარტოვდება ჩვენი კუხნია. მაგრამ ყველაზე მეტად ეშინია ჩემ მეზობელს, შავი გოგის. შავი? ერთი კედელი გვაქვს კუხნიას და გასაგებია, შავ გოგის უნდა შეეშინდეს. მე მარგოს მივეცი შემდეგი დავალება, ის უნდა მისულიყო ტელეკომპანია იმედში და უნდა ენახა ტელეკომპანია იმედის სახეები. და უნდა ეკითხა მათთვის, რომ მიიღებდნენ თუ არა გადაცემაში. იყავი? ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სერიოზული რა არ შეგეშალოს, იმიტომ რომ თელ წინადადება ისე თქვი რომ შეცდომა არ დაუშვი და ბოლოში რა დამოვიწყდა უნდა მეთქვა. კარგი, ძვირფასო ტელემაყურებლებო. მოდით ვნახოთ რეპორტაჟი, რომელიც გააკეთა მარგო ლუჩკომ.
გამარჯობათ. ეს არის ჩემი ცხელი რეპორტაჟი და ეს არის იმედის დილა, რომელიც ოცნებობს მთელი საქართველო. დილა მშვიდობისა? ხო, დილა მშვიდობისა ალბათ. მე ეს არ ითვლება. კიდე ერთი დუბლი, ხო? ხო. რა ქვია? სეგვაუნ ვარსკვლავებში. Oh my god, რა. ამ კაცზე ხო გიждდება მთელი საქართველო. ლეკვები სულ ზევით. ზევიდან ქვევით. ისიც პატარა ლეკუნა, უჭუკჭუკა. როგორ ცხოვრობთ? ამ ქვეყანაში ესეთი სილამაზით. ძალიან მიჭირს სიმართლე რო გითხრა. Ничего страшного, всё в порядке. სიმაღლეში რამდენი ხარ? რა მაღალი ვარ? კი, ძალიან დისკომფორტი მაქვს, არ მიყვარს ქალი ჩემზე მაღალი როა. ოდნავ რა. ძალიან არ მიყვარს მართლა. გამარჯობათ. ძალიან მინდა წამყვანობა. მე ძალიან კარგად ვიცი აი ეს ქართული ისა ენის გატეხებით. გიპ. ჭიჭიკომ ბიჭიკოш ჭიშკერტა ჭეჭვალა დაიჭირა ჭიფსი ჭინჭი მოუჭირა გაჭიმა და გამოჭიმა. აბა ეხლა თქვით. არა. ეხლა ვარ შუა დღის პროგრამაში და ნეტო აქ მიმიღებენ. მთელი დღეს დავდივარ და ვეძებ ჩემი გადაცემა. სად მოხვედი? ახალი კოლეგა ყავს? ესეთი რა. არა. კონკურენცია, მე მგონი რა. ჩემი გამოიყურები. მე ყველაფერი შემიძლია. პირველად შენ გამიღიმე და მერე შენ მაყაყაჭო. ყაყაჭო მაგ შენი ბაღი. მაყაყაჭო. ღიშოუს ახალი წამყვანი გაიცანი. ინგა გრიგოლის ოთახი. თანაც წამყვანად უნდა მიმიღოთ. კი ბატონო, სიამოვნებით. გაინტერესებს პოლიტიკა? ძალიან მომწონს ჩვენი ფინანსთა მინისტრი. რატო? მართლა? მგონი ყველაზე ესეთია. მხიარული. კარგით, კი ბატონო, სიამოვნებით, აი ესეთ ფორმაში თუ მოხო ძალიან გამიხარდება. მე გიწევ ჩემს ეთერში, აი ყველაზე დაძაბულ პერიოდში უცებ შემოვარდი მაგ შენი კაბი და ნახოთ ერთად როგორი იქნება მათი რეაქცია. გამარჯობათ. გამარჯობა. როგორ ახართ? გმადლობთ. რატო მოხვედით დღეს ჩვენთან? მე მინდოდა თქვენი ნახვა. ხომ ნახეთ? კი, წავიდე? მე რას მერჩით? Рас герчит. Родис герчит. На, как это? Что вы мне пожелаете? Как это будет? Магария. А ну что я вам пожелаю, მე რას გერჩით. გისურვებთ რომ არც ერთმა კაცმა არ ნახოს თქვენი გადაცემა. რეიტინგი იყოს 0 და თქვენ ვერავინ ვერ გიცნოთ ქუჩაში. ეს არის ბატონო ოთარი სინამდვილეშია. ესე იგი მე ვეძები მთელი მეზე ეს ვარსკვლავები რომელიც სეგოთ, ესენი ცირკთან არიან. ცირკში არიან. სეგოთ დღეს ვისთან ერთად? სეგოთ ანგოს მიშემესხთან. Бедоше. ძალიან. Качи რამდენი энергия. Я думала, что вы выше. Какая красивая. Рассегот. Тангос аргентинус. Потом научу, если хотите. ძალიან კარგები იყავით. Ну ძალიან მომეწონეთ. ათი. მანჩო გიორგოვიანი და ნინა წრიალაშვილი ჩაუტარებენ ერთმანეთს კარატეს თუ არა იხილეთ რეკლამის შემდეგ. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ შოუს. მოემზადეთ ფირფასო ტელემაყურებლებო, რადგან ჩვენი შოუს სტუმარია ქართველი ლედი კარატე მანჩო გიორგოვიანი. ოპა, ამერიკა, ევროპა. ანგლია, კიტაი, წავოხოჩი შვიდირაი. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ შევხვდით მანჩოს გადაცემის დაწყებამდე, დაახლოებით 3 საათით ადრე და დავწუნდით, რომ მისი შეჩერება შეუძლებელია. ამიტომ მე არაფერ პასუხს არ ვაგებ იმაზე, თუ რა მოხდება აქ. მანჩო, დაიწყე. რაიმე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდი, აი პირდაპირ ესე დავიწყოთ. საიდან დავიწყო? ბავშვობიდან? თავიდან, ბავშვობიდან, აი რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი კურიოზი. კურიოზი ვარ, შალვა, რას ხები? ნუ წარბი გაკერილი, ცხვირი 4-ჯერ გატეხილი, ტუჩი გაკერილი, ნეკნები 5 ჩამტრეული, პლევრა გახეული, ფილტვი ჩანაფუში, კომაში ვიყავი, ფეხზე 24 ნაკერი მადევს, კინაღა მომაჭრეს. 54 წლის ხდები. კარგი.
ეს ძალიან საინტერესოა, ესე იგი, ანატომიის გაკვეთილის ჩატარება შეიძლება შენზე. აი, რა ვიცი, ახლა წმინდა ნიკოლოზის გადაქანცულია, ოფლებს იწმინდავს, ვეღარ მივლის. კიდე რა მაინტერესებს, ცი? რატომ ეშინიათ შენი ზოგ-ზოგიერთებს? საშიში ვარ. საშიში ხარ, ხო? ძალიან, კი. რა შეგიძლია რომ გააკეთო? ყველაფერი შემიძლია. მაგალითად შეგიძლია თუ არა ხელით დაამტრიო ერთი აგური. 2 არა რა აგური, სამაგეროც ხელი შემიძლია ჩამოვიღო დიდი შუშა და საერთოდ კივილი გზნობა არ მაქვს, პიტბულივით ვარ, თუ ჩხუბობს უმეკეტება ტვინი. და ბავშვობაში ესეთი ყველაფერი, კი, ყოველთვის. აი ბავშვობის რაიმე მოგონება ხო არა? ყოველთვის ესეთი ვიყ. აი რამე რაღაც ისეთ სამყაროსთან შეხება არ არ ვიცი ხა აკაციის ხეზე 10 მეტრის სიმაღლეზე დაჭირობანა ეხა ერთმანეთში გადახტი გადმოხტი ერთმანეთი ჩამოყარე, სომეხი ერიკა მყავდა გადასარევი მეზობელი, აი ის იყო ჩემთან ნუ ხან ისიგები და ხან მე დანარჩენი ყველა ესე დამტროული ეყარა ხოლმე ძირს აკაციის ხიდან ქვემოთ. მართლაც რომ საშიში ხალი ხარ ზოგ-ზოგიერთებისთვის, მაგრამ ლეგენდარულიც, ჩემო ძვირფასო მანჩო. იმიტომ რომ შენი ლექსიკა, ყველასათვის ცნობილი ლექსიკა გახდა ქრესტომათიული და იმდენად ქრესტომათიული რომ ვიღაცეებმა ამაზე სიმღერებიც კი დაწერეს ძვირფასო ტელემაყურებლებო. და სწორედ ეხლა ჩვენთან სტუმრად მოვიდა ვერავაკის დამსახურებული ოსტატი ზურა ზურაშვილი, რომელიც შენ შეგისრულებს შენივე სიტყვებზე აგებულ სიმღერას. მაშასე ზურა ზურაშვილი სტუდიაში. მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით. ვერას ვაკეს ფაწკას მივესალმები მეგობრებო. დაში მეგობრებო, წავიდა. მელიქიშვილის გამზირზე მოვდიოდი მარტო კაცა ბრაზნი შემომხვდა ვესფში კარნა პალტო თახსუნახე და სკილები თوارეს არტმევ და სხირს სად არის ახლა ის ნაცი ალბათ სიაში ზის იქნებს სოფელი არჩია ალბათ იქენს სიყრის ოღმერთო ეგნუ იქნება მერი ჩემი თბილისის შრაზე დარჩება ბუმონცხი ეხო სამასაბოი ასე მოხდება პონტიდან იმპასანტნი ტაკოი Magoma! პროდიუსერებს მიმართავთ მან ნინა აწყიალაშვილი და მოარიდი. გასაგებია. კარგით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, რაღაცნაირად გაბაზრდა, რომ თითქოს მე წამოვედი ნაწყენი მთავრობიდან. მთავრობა იყო ჩემზე ნაწყენი თუ მე მთავრობაზე არ იყო გარკვეული. არა, ჩვენ დავშორდით მეგობრებად და გითხრათ მინდა რომ ამის ნიშნად მათ რაღაცები მაჩუქეს. ძვირფასო ტელემაყურებლებო, შინაგან საქმეთა მინისტრმა მაჩუქა ტელეფონი, რომლის მოსმენა შეუძლებელია. მართალია ჯერჯერობით გაურკვეველია თუ როგორ უნდა დავრეკო ამ ტელეფონით, მაგრამ მოსმენა ხომ შეუძლებელია. ნოდარ ხადურმა მაჩუქა წიგნი, სადაც აღწერილია მისი დიეტა, აი. აქ არის ჩამოთვლილი ყველა კერძი, რომლის ჭამაც შეიძლება დიეტის დროს. ნუ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მაჩუქა სტრატეგიული ობიექტი, რათა მე გავყიდო და უზრუნველყო ნოდარ ხადურის დიეტა და პარლამენტის თავმჯდომარემ მაჩუქა აი ეს მშვენიერი რაღაც, რაც ალბათ სუნამოა, აქ წერილიც არის,
ძვირფასო თინა გილოცავ დაბადების დღეს და ეს არის მრავალს. არა კიდე კარგად არის ამ დეპუტატების ხელში. ეხლა თქვენ მკითხავთ რომ რა გაჩუქა ბიძინა ივანიშვილმაო. განა ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილმა არ გაჩუქა ძვირფასო პელეგრინი. გარდა ამისა ცოტა დაძაბული პერიოდი ჰქონდა. ნუ იცით ზებრა ავად გაუხდა, ზვიგენი მოუკვდა, მარგველაშვილი გაუფუჭდა. მივიღე კიდევ ერთი წერილი, ამდენად რუსთავი 2-ისგან, აი აქ არის ეს წერილი, წერენ. შალვა, გილოცავთ გადაცემის დაწყებას. გისურვებთ წარმატებებს და მაღალ რეიტინგს. ძალიან გვიხარია რომ ტელევიზიას დაუბრუნდი. ისე გვიხარია რომ ჩვენმა დირექტორმა შამპანურიც კი გახსნა და ტორტი იკისრა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე არ მინდა ვალში დავრჩე ჩემს კოლეგებს და მინდა მათ გამოვეხმაურო. მინდა დავიცვა ერთ-ერთი ჩემი კოლეგა გიორგი გაბუნია. იცით რომ ეს კოლეგა თავდასხმების მსხვერპლი გახდა. იჯდა ჟიურიში რაღაცები თქვა, ჩემი აზრით დიდი არაფერი, მაგრამ მის წინამდე გაგორდა ბილწი კამპანია ძვირფასო ტელემაყურებლებო. დიახ, ბილწი კამპანია, რაღაც არ უძახიან მას, რას არ ჰკადრებენ. და ასე ჩათვალეთ რომ Facebook-ში რაღაც გვერდიც კი შექმნეს. აი თქვენ შეგიძლიათ ნახოთ გიორგი გაბუნია ხარ. გასაშნელი გვერდია, რატო იცინით ძვირფასო ტელემაყურებლებო? არასოდეს არ შეხვიდეთ Facebook-ში ამ გვერდზე. არასოდეს. და თუ მაინც, რა ვიცი, რაღაც ღმერთი გაგიწყდათ ძვირფასო ტელემაყურებლებო და შეხვედით. არასოდეს არ მიიტანოთ კურსორი like button-თან და არ დააჭიროთ, აი 100 არ გააკეთოთ. არ შეიძლება. კარგით. ჩვენი გადაცემა მესამე ყველაზე დიდ კულმინაციას უახლოვდება, რადგან სტუდიაში უნდა მოვიწიოთ ქალი ლეგენდა ნინა წკრიალაშვილი. მოდი, ნუ ნერვიულობ, მოდი. არა, მაინც მინდა რომ კარგად გამოვიყურებოდე. მეც შევეცადე და მგონი. არა, შენ ფანტასტიკური ხარ. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ნინა ძალიან სკანდალური ადამიანია. იცით თქვენ და აი საერთოდ არ მინდა. არანაირი სურვილი არ მაქვს რაღაც ყვითელი კითხვებით მოგმართო. რამე ამაღლებულზე მინდა გელაპარაკო. არ არის პრობლემა, მოდი დავიწყო. არა, პირიქით, კარგია შენთვის. ამიტომ ძალიან უწყინარ შეკითხვას დაგისვავ. გონდა თუ არა სექსი სააკაშვილთან? გონდა თუ არა სექსი სააკაშვილთან? მოიცადე ერთი წუთი. ამასთან კი, ამასთან. სააკაშვილთან თუ? არა, მაგასთან არ მქონდა. კარგი. არ ქონია. მართლა არ მქონდა. გასაგებია. კარგი, ნუ ეს სხვა შეკითხვა მინდა დაგისვა. მოდი მართლა. ნერვიულდი, მოიცადე გავსწორდე ესე დავჭდა. გასწორდი? გავსწორდი. ამაღლებული შეკითხვა, ახლა უკვე ნამდვილად. პირდაპირ აი ესეთი მნიშვნელოვანი არაყვითელი. შოუ-ბიზნესში მამაშენის ფულებით მოხდი? მოიცადე. ნუ შოუ-ბიზნესში კი მამაჩემის ფულებით მოხდი. კარგი. ესეთ შეკითხვა. შენ რა თანამდებობა გეკავა კულტურის სამინისტროში? მოიცადე, ხა ცოტა გრძელი სათაური აქვს. მე ვიყავი ღონისძიებების და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის მიმდინარე ღონისძიებების სამმართველოს უფროსი. არა, ძვირფასო ტელემაყურებლებო, აი ამ თანამდებობის დამახსოვრებისთვის ნამდვილად ეკუთვნოდა. მეკუთვნოდა, ხო მეკუთვნოდა. ისების ორდერი. კი, მეკუთვნოდა. ისების ორდერი. კარგი, აი სანამ შენ სამინისტროში მიხვიდოდი, ჩემო კარგო. კულტურას დედა უკვე ნატირები ქონდა თუ შენს მერე მოხდა?
პრინციპში ვიტყოდი ეხ ცოტა ისეთ პასუხი უნდა გაგცეთ, ცოტა ნახევრად სერიოზული. ეხლა ყველაზე უფრო ნატირები აქვს მე. ამაზე შემდეგ გადაცემებში ნინა, შენ თავზე მოგვიყევი. კულტურას ვერ ვიტყოდი, მაგრამ ნუ იყო რაღაცა ისეთი კურიოზები იყო ჩემში. მაგალითად? ნუ აი მაგალითად რაღაც ერთი თვის განმავლობაში მოდიოდა ერთი ახალგაზრდა მამაკაცი და ითხოვდა მის შვილის ალბომის დაფინანსებას და ვეუბნებოდით რომ მოიყვანეთ ეს თქვენი შვილი რომ ნახოთ რა ასაკეთებს როგორ მღერის რაღაც და არ მოყავდა თან და აბა როგორ გავიგოთ რას მღერის რას უკრავს თუ რას აკეთებს და მღეროდა თვითონ რომ ასე მღერისო ჩემი შვილია წარმოიდგინე რას მღეროდა მაგალითად აი რაღაც ქართულ სიმღერას, ნუ ავიღოთ პირობითად ყვავილების ქვეყანა, რაღაც და მღეროდა თვითონ ასე მღერის ჩემი ქალიშვილი, კაცი. ხო და ნუ შესაბამისად, ნუ ვერ მიიღო. კიდე კაი რომ ფინანსება და ნაწყენი იყო იმ მთავრობაზე. კიდე კაი ძვირფასო ტელემაყურებლები რომ ეს კაცი არ ათხოვებდა თავის შვილს, თორე ხო წარმოგიდგენიათ ის გაკეთება. და ძალიან უკმაყოფილო იყო, ძალიან კარგი. აი ესეთ შეკითხვა, ბევრი ყვითელი გაზეთი წერს შენს გარეგნობაზე. რამდენი ოპერაცია გაკეთებული? მაგალითად, აი ეს ტუჩები გაკეთებული გაქვს? ტუჩი გაკეთებული მაქვს, მაგრამ ეს ოპერაცია არ არის 5 წუთიანი პროცედურა. ანუ რა არის ეს? არ ვიცი, რაღაც გელი დამამწყარა ქვია, რომელიც წლების მანძილზე იწოვება. და რა მაინტერესებს, აი ოპერაცია ბევრი არაფერი. ფრანგული კოცნისას ხელს არ გიშლის ესა? აი ვიცი, უკმაყოფილო არავინ არ დარჩენილა ჩვენ. არა, მოიცა, არ არის სახუმარო საკითხი, ვირფასო ტელემაყურებელი, ეს არ არის სახუმარო საკითხი. ანუ შენ არ გეუბნებიან? ანუ შეიძლება უკმაყოფილოები არიან, მაგრამ ხომ შეიძლება შენ არ გეუბნებიან? რატო არ მეტყოდნენ? უკმაყოფილო რო ყოფილიყნენ, მეტყოდნენ. არა, მოიცა, როგორ ეხლა მშვენიერი ქალბატონი იწევს ფრანგულად კოცნისკენ, შენზე, შენ კოცნი და რაღაც ბლანტე რაღაცა გეხება, ხარ უკმაყოფილო, მაგრამ არ გინდა რომ გაუტეხო და ნუ რა გინდა განახო თუ რა გავაკეთო, ვერ გავაკეთე. შეგიძლია რომ განახო? მოემზადო, ოღონდ. ეს არის პირველი და უკანასკნელი და დაიმახსოვრე, მოდი. გეყოფა. უკმაყოფილო ხარ? მაიცა მიშისტობა კოცნით არ გადადის? გონი გადადის და დაგერთა, არ ვიცი. კარგი. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ძალიან კარგი სტუმარია ნინა წრიალაშვილი. მაგრამ საკუთარი ბედით, როგორც ჩანს, მაინც დიდად მაყოფილი არ ხარ. ხო, რაღაც აი ბოლო პერიოდში ცოტა უკმაყოფილო. აი ეს რა ახალი ტანსაცმელი ეხლა შეიძინე, აი ეს ძველი ნაყიდია თუ ახალი? არა, ახალი, 2014 კოლექციიდან არის. ანუ რაღაც მაყუთები გაქვს, ხო? რაღაცა მაყუთები ხო შემორჩენილი მაქვს. მაგრამ ძირითადად მაინც უკმაყოფილო ხარ ბედით. კი, ძალიან უკმაყოფილო. ჩვენ არ შეგვეძლო ძვირფასი ნინა წრიალაშვილი გაგვეშვა სტუდიიდან, ისე რომ საკუთარ ბედზე არ ემღერა მას. ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე მინდა ბოლო ჩემი ოცნება ამ გადაცემაში ავიხდინო და ვიმღერო სიმღერა ნინა წრიალაშვილთან ერთად. ავიდა. ღონისძიებების და რეგიონთა კოორდინაციის დეპარტამენტის მიმდინარე ღონისძიებების სამმართველოს უფროსი ვიყავი. რაც უდიდ დრო დაგახლა, აღარ შვილის დაჟე გახდა. ამ ხელა ღირსების ორდენის კავალერს და პლეიბოის ვარსკვლავს. 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ყველა მითხრა პაკა. ნინა სტოპ, ნინა სტოპ, ნინა სტოპ, ნინა, ნინა სტოპ, ნინა სტოპ, ნინა სტოპ. ძვირფასებო, თავდება ჩვენი გადაცემა. თავდება ჩვენი გადაცემა და
მინდა გითხრათ რომ არც ახლა არ უნდა გადავთოთ რადგან თქვენ გელოდებათ ტიტრები